ქრისტიანს ესეთი წესი აქვს, აი ზოგს მართლაც ესე წესად ჰქონდა, რომ მარტო არასოდეს პური არ ეჭამა და ეს მართლაც დიდი ღირსებაა და აი ამ კაცსაც, რომელიც თავის მეგობარ შოთას ეძახდა, შევად ჰქონდა, რომ შუადღით პური მარტო არ ეჭამა და მეორე მთაზე ის თავის ცხვრებს აძოვებდა და ეძახის შოთა და ვერ გააგონა, აი მოკლედ როგორც იტყვია, გასკდა ღრიალით ვერ გააგონა და ამოიღო მე ესე ჭოგრიტი და მე ხო ახლოს ჩანდა და ესეუბნება შოთა მე შუბად ეძახის რომ პური არ ატკინოს, იმას გონია ახლოს არის, ეხლა ეს შოთა ჭოგრიტში რო გაიხედა და ეხლა რატო ვამბობ მაგას? ამან ხო ვერ გააგონა მარიამს, როგორ ახარო თუ გამარჯობა ხო უთხრა და ვერ გააგონა. ახლოს რო იყოს, ეგრეთ შუმათ რო ეთქვა, ხო გააგონებდა. მაგრამ ხო არის ხოლმე, რომ ძალიან ახლოს დგანან ადამიანები ერთმანეთთან, მაგრამ მაინც უყვირიან ერთმანეთს. და რატო უყვირიან? ვერ აგონებენ? სინამდვილეში იცი რა ხდება? შეიძლება მე და მოსე ერთმანეთთან ახლოს დგავართ, მაგრამ ჩვენი გულები დაშორებულია ერთმანეთს. ეგ არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა, გულების ურთიერთობა. შეიძლება ადამიანები ძალიან ახლოს იყვნენ, ერთ ოთახში იყვნენ, მაგრამ ისე უყვიროდნენ ერთმანეთს, გეგონება მართლა შოთას რო უყვიროდა მეორე მთას. ეგ ნიშნავს, რომ გულები დაშორდა ერთმანეთს. მაგრამ ეს ისე მოვყევი, ამ თემას არ ეხებოდი.